მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეც საკითხს, შეკითხვას უпростоრად, როგორი ცხოვრებით მინდა რომ ვიცხოვრო მე. რატო ვსვამ ახლა ამ შეკითხვას ტაროსთან? იმიტომ რომ ხშირად კონსულტაციაზე როცა მოდიან ადამიანები, არიან დაბნეულები და თავისთავად ცხადია, როდესაც ადამიანი გადადის ძიების პროცესში, ხო, როდესაც აწყდება გარკვეულ სირთულეებს ტაროლოგებთან, ასტროლოგებთან, ფილოსოფოსებთან, ფსიქოლოგებთან, სულიერ მოძღვრებთან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ მიდიან ადამიანები, რომლებიც არიან აბსოლუტურ კომფორტში, ჰარმონიაში თავის თავთან, ან მიდიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნდათ რომ გაუმჯობესდეს ეს საკითხი. მაგრამ ხშირად არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ადამიანი მოდის კონსულტაციაზე და არის ჩიხში, არის გაურკვევლობაში, არის წინააღმდეგობაში, არა მხოლოდ გარშემო არსებულ სიტუაციებთან, ადამიანებთან თუ ასე შემდეგ საკითხებთან, არამედ საკუთარ თავთან. იმიტომ რომ ხშირად ეს არის საკუთარი ნების წინააღმდეგ სიარული, ანუ ცხოვრება იმ ცხოვრებით, რაც შენს სულს არაურჩევია. და ესეთი კრიზისები, ესეთი გაცნობიერებები ხშირად ადამიანების ცხოვრებაში დგება 35 წლის ასაკის მიმდებარედ, უფრო მეტად იწყება ეს 33 წლიდან. და აი მაგ 33 წლის მინუს 2 წელი, 33 წელს პლუს 2 წელი, აი ეს არის სადღაც კრიზისული პერიოდი, რა დროსაც ადამიანები იწყებენ ფიქრს, რა თქმა უნდა, უფრო დიდხანსაც შეიძლება ეს გაგრძელდეს, თუ თვითგამორკვევის პროცესი გართულდა და უფრო მეტად შევიყვანეთ საკუთარი თავები ჩიხში, მაგრამ სტანდარტულად როგორც წესი, ეს ხდება ხოლმე 33 წლის მიმდებარედ. ამავე დროს არსებობს ესეთი კვანტური ფიზიკის თეორია, რომ ამ სამყაროში ყველაფერი არსებობს დღეს და ახლა. ანუ არ არის არც წარსული, არც მომავალი. მაშინ რატო გვაქვს ადამიანებს ყოველთვის პრობლემა იმასთან, რომ რა ცხოვრებითაც მინდა ვიცხოვრო, რატო ვერ ვცხოვრობ დღეს? ამ დროს პარადოქსია, მაგრამ სხვა ადამიანებისთვის ძალიან კარგად შეგვიძლია რჩევის მიცემა, ძალიან კარგად შეგვიძლია სხვა ადამიანების დაკვალიანება, რომ დავაყენოთ სწორ გზაზე და ამას ზუსტად ეხმიანება ის გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისთვის არის ხიდი. ეს არ არის კითხვა დასასმელი საკითხი, რომ აი ეს ადამიანი მაგალითად არის სულიერი მოძღვარი და რატო უნდა იყოს ესეთ კრიზისში? ეს ადამიანი არის მაგალითად ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი და რატომ უნდა იყოს კრიზისში? ეს ადამიანი არის მაგალითად ძალიან ცნობილი ეზოთერიკოსი და რატომ უნდა იყოს კრიზისში? ზუსტად იმიტომ ხალხო, რომ ადამიანი არის ადამიანისთვის ხიდი. ანუ ჩვენ ამ ცხოვრებაში ერთმანეთის დასახმარებლად მოვედით, ერთმანეთის გამოსაღვიძებლად მოვედით და ერთმანეთს ვეხმარებით, რომ ცხოვრების ერთი ეტაპიდან გადავიდეთ მეორე ეტაპზე. ამიტომ არასოდეს არ გაკიცხოთ ადამიანები, რომლებიც თქვენი შეფასებით, თქვენი სულიერი განვითარების ზემდგომ საფეხურზე დგანან, ანუ თქვენთან შედარებით ძალიან განვითარებული სულები არიან, მაგრამ უცებ აღმოაჩენთ, რომ ესეთი პიროვნებები შესაძლოა იმყოფებოდნენ ეგზისტენციალურ კრიზისში. მე ესე ვარქმევ ხოლმე აი ამ ეტაპს, როდესაც თვითგამორკვევაში არის ადამიანი დაკარგული და ეს პროცესი როცა იწყება, ხვდებით, რომ აი ძალიან ღრმა შრეებს ეხებით საკუთარი პიროვნებისას, ძალიან ზოგჯერ არასასიამოვნო და ბნელ მხარეებსაც ეცნობით საკუთარი თავისას, რაც არ მოგწონთ ერთი შეხედვით. ამ დროს მთელი პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ბნელი მხარეები არის ჩვენი ძალა. ამაზე მე ცალკე ჩავწერა ალბათ ერთ ვიდეოს, მაგრამ ეხლა მოდი ამით შემოვიფარგლოთ. დღეს მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა არის ძალიან ვრცელი, ძალიან ღრმა, მაინც მინდა რომ გავაკეთო 3 ვარიანტი და ადამიანებმა, ჩემო მსმენელებმა თვითონ შეძლონ
საკუთარი ცხოვრების აი ამ მოცემულ ეტაპზე თვით გამორკვევა და დავეხმარო მათ და საკუთარ თავსაც თუ ეს ინფორმაცია ჩემთვისაც იქნება. ვნახოთ ახლა სად იმყოფებით ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. სად იმყოფებით ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. ვარიანტი პირველი. სად იმყოფება ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. ვარიანტი მეორე და სად იმყოფება ცხოვრების მოცემულ ეტაპზე. ვარიანტი მესამე. აი ესე, პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. მოდი აქვე დავიხმაროთ მინერალები. დავიხმაროთ მინერალები. ოკეი. პირველი ვარიანტი იყოს ამეთვისტო. მეორე ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი და მესამე ვარიანტი თავისთავად ცხადია იყოს ავანტიურინი. დააკვირდით ან არკანებს, ან აი მინერალებს და ამ მინერალებით აირჩიეთ შესაბამისი ვარიანტი. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, არ იფიქროთ არაფერზე, საკუთარი თავის გარდა, აი აბსოლუტურად არაფერზე არ იფიქროთ, სუნთქვის დროს ეცადეთ რომ მოადუნოთ მაქსიმალურად გონება და ინტუიციურად აირჩიოთ ვარიანტი. მოკლედ, ეხლა სად იმყოფებით პირველი არკანი ეხება ამ შეკითხვას. ვნახოთ ეხლა როგორი ცხოვრებით გინდათ რომ იცხოვროთ. როგორი ცხოვრებით გინდათ რომ იცხოვროთ. როგორი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს პირველმა ვარიანტმა, როგორი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს მეორე ვარიანტმა და როგორი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს მესამე ვარიანტმა. და აი ამ დასტით უკვე ვნახოთ რა უნდა გააკეთოთ თქვენ იმისათვის რომ აი იცხოვროთ იმ ცხოვრებით როგორიც გინდათ თქვენ. ანუ ეს როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს სხვისი შეფასებით ეს კითხვა კი არ არის, თქვენ როგორი ცხოვრებით გინდათ რომ იცხოვროთ. სად ხართ ახლა, როგორი ცხოვრებით გინდათ რომ იცხოვროთ და აქ გვაქვს რჩევის სახით მესამე არკანი. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ როგორი ცხოვრებაც თქვენ გინდათ ისეთი გქონდეთ. ნახოთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ როგორი ცხოვრებაც თქვენ გინდათ ისეთი გქონდეთ. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. დააკვირდით არკანებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეცადეთ რომ მაქსიმალურად გათიშოთ გონება და კონცენტრაცია გააკეთოთ მხოლოდ საკუთარ თავზე. არანაირი დედა, მამა, ცოლი, ქმარი, შვილი, არავინ არ შემოუშვათ თქვენს სივრცეში ამ არჩევანის დროს. მხოლოდ საკუთარ თავზე გააკეთეთ ორიენტაცია და კონცენტრაცია. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ისე აირჩიეთ ვარიანტი ინტუიციური არხის მეშვეობით. მე კი რომ არ დავაკავო თქვენით, რომ გადავალ ვარიანტების გარჩევაზე და ვნახოთ რა ხდება. პირველ ვარიანტთან ამეთვისტო. ვნახოთ პირველ ვარიანტო, სად ხართ დღეს, სად ხართ? რა საინტერესოა. ორიანი ხმლების ენერგიაში ხართ ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ეს დასტა თქვენ უკვე კარგად იცით, რამოდენიმეჯერ საჯარო გაშლებში გამომიყენებია. ნახეთ, თქვენ შემთხვევაში ორიანი ხმლები მოვიდა დადებითი პოზიციის ენერგიით. რას ნიშნავს ახლა ეს დადებითი პოზიცია ამ არკანზე? მიუხედავად იმისა, რომ ხართ მოლოდინის რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აბსოლუტური უდაბნოა თქვენს გარშემო, მაინც არსებობს თქვენ შიგნით იმედის ნაპერწკალი და მაინც გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ სიტუაცია შეიცვლება დადებითი ტენდენციით. ამისი შინაგანი რწმენა გაქვთ, ამისი ძალაც გაქვთ, რაც ყველაზე საინტერესოა, ანუ გზა, რომელიც აქამდე გამოიარეთ და ეტაპი, რომელზედაც ახლა იმყოფებით, ხო, აი ამ ეტაპში, რომელშიც ახლა ხართ, ცხოვრებისეულად თითქოს აი ბრძოლის შემდეგ დასვენებას გავს. მაგრამ
უკვედრო არის თქვენი განცდით, თქვენი შეფასებით, რომ ახალი ეტაპი წამოვიდეს თქვენს შემთხვევაში. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ თქვენ გაქვთ აქ მოლოდინი, მაგრამ რესურსულად, ენერგეტიკულად უკვე თითქმის სავსე გაქვთ ის პოტენციალი, რა პოტენციალითაც ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ. ნახეთ როგორი დამსკდარი მიწა, მოურწყავი, მაგრამ ხე არის აქ, რომელსაც არც ერთი ფოთოლი არ აქვს ადამიანი კი ზის, მუხლმოდრეკილი და ელოდება, როდის გამოვა თუნდაც ერთი სასიცოცხლო ნიშანი აი ამ ხეს. ეს ხართ თქვენ ჩემო ძვირფასებო. ანუ ეს არის მდგომარეობა, როდესაც რწმენით, როდესაც როგორ გითხრათ, იცი როგორ ხართ თქვენ, გაქვთ ეს ძალა, რაღაცნაირ შთაგონებული ადამიანები ხართ პირველი ვარიანტი და აი ამ შთაგონებით ავსებთ თქვენს სივრცეს. ეს გეხმარებათ, რომ არ დაეცეთ ბრძოლის ველზე და მართლა სული არ განუტევოთ, იმიტომ რომ სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით, საკმაოდ რთულია. აი ეს არის ეტაპი, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით, ხო? მოდი ვნახოთ, როგორი ცხოვრებით გინდათ თქვენ ცხოვრება საკუთარი თავისთვის, პირველი ვარიანტი. რა საინტერესოა. ჩამოკიდებული კაცი, მოდი აქ დავაფაროთ ხელი. ჩამოკიდებული კაცი დროიდების არკანის მიხედვით, ხო? როგორი ცხოვრებით გინდათ იცხოვროთ თქო და ძალიან საინტერესოა. ერთ შემთხვევაში მეუბნებით, რომ იცით რა, მე ბრძოლისთვის მზად ვარ, მაგრამ მეორე შემთხვევაში თქვენ საკუთარი თავისთვის როგორი ცხოვრებით გინდათ თქო იცხოვროთ, თქო რა ვეკითხებით. თქვენ ზუსტად ეს ცხოვრება გაქვთ ახლა არჩეული, ჩემო ძვირფასო, პირველო ვარიანტი. ზუსტად ეს მდგომარეობა გაქვთ არჩეული, პასიური სიტუაცია. ანუ ახლა სადაც იმყოფებით, მოდი პირდაპირ ვთქვათ და ნუ შევარბილებთ, არის თქვენი გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც გააკეთეთ გაუცნობიერებლად. ანუ ხო ძალიან უცნაურია გაუცნობიერებლად გაკეთებული, გაცნობიერებული არჩევანი, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ზუსტად ეს არის. ანუ თქვენ თითქოს არ ვიცი სხეულებრივად იგრძენით, რომ დასვენების დროა, თუ რაღაცამ გაიძულათ, თუ სამყარომ მოგაქციათ იმ სიტუაციაში, რომ ერთი წუთი გაჩერდი, აბა ერთი წუთი გაჩერდი. აი ზუსტად აი ეგ სიტუაცია გაქვთ თქვენ. ანუ არჩევანი, სადაც ახლა იმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, რომ ჩემი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამბობთ, რომ აი როდის დადგება ის ბედნიერი დღე, რომ მეც ესე აქტიურ რეჟიმში ისევ დავუბრუნდები ცხოვრებას, თქვენი გაცნობიერებული არჩევანია ეს, სადაც ახლა იმყოფებით. ანუ ჩამოკიდებული კაცის ენერგიით ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ გაუცნობიერებლად აირჩიეთ საკუთარი თავის შებოჭვა. ამ დროს რო გითხრათ სიმართლე, რომ საქმე არა გაქვთ, თქო, არა, ნახეთ რამდენი სამკავი ყანა გაქვთ აქ, თან პურის ყანა გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, მოსამკი. პურის ყანა რას ნიშნავს? პურის მარცვლით უამრავი პროდუქტის გაკეთება შეიძლება. ანუ ეს რა არის? ეს არის თქვენი რესურსები, რომელსაც არ იყენებთ. ეს არის თქვენი პოტენციალი, რომელსაც არ იყენებთ და ამაში არავინ და არაფერი დამნაშავე არ არის. მოდი პირდაპირ ვთქვათ, სიტუაციები, სადაც ვექცევით, ხო, და რაშიც ვექცევით, წეღან როგორც გითხარით, კვანტური ველის თეორიის თანახმად, არის აქ არის ამჟამად არის ცუდი სიტუაციაც, კარგი სიტუაციაც. თქვენ შემთხვევაშიც ზუსტად ეგ არის. ეს ჩამოკიდებული, გაჩერებული მდგომარეობაც თქვენი არჩევანია, აგერო ყანა გადაგიბერდებათ და მოსამკი გაქვთ და არ მუშაობთ, ეგეც თქვენი არჩევანია. თუმცა ყანაც გაქვთ, ნამგალიც გაქვთ, ძალაც გაქვთ, რომ მოხნათ და მოიმკათ და პურიც გაქვთ კიდე გამოსაცხობი, იმისი ძალიან დიდი ნიჭიც გაგაჩნიათ პირველი ვარიანტი. ეხლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, რისი თქმა მინდოდა აქ. და ვნახოთ ეხლა რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ამ ცხოვრებით იცხოვროთ, თქო, ვნახოთ რას გვეტყვის არკანი სამყარო. სამყარო კი არა, ბოდიშით რჩევის სახით ეს არკანი. და მოვიდა აქ რა საინტერესოა, მოვიდა აქ ხმლების პაჟი.
ნახეთ, აქ რა არის იცით, ჩემო ძვირფასებო, თქვენ დაიღალეთ, დაკარგეთ ცნობის მოყვარეობის განცდა, დაკარგეთ აი ეს ბავშვური სილაღე. აი იმიტომ გითხარით ეს გაუცნობიერებლად გააკეთეთ გაცნობიერებული არჩევანი, თქო ზუსტად ეგ არის, ამას მეუბნება ეხა ეს. გაუცნობიერებლად, აი დაიღალეთ თითქოს განცდად, გაქვთ რომ ყველაფერი ნახეთ ამ ცხოვრებაში, ყველაფერი შეისწავლეთ და ყველგან ერთი და იგივე დასკვნა გამოიტანეთ და რატომღაც ჩათვალეთ, რომ არაფერს აზრი არ აქვს. არაფერს აზრი არ აქვს და ეხა შედხართ და ალბათ იმიტომ არ იღებთ რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომ ბედს მიენდეთ და ესეთი ხელი ჩაიქნიეთ და თქვით, რომ აი რაც მოსახდენია მოხდება და თუ დასახრჩობი ვარ დავიხრჩობი და თუ გადასარჩენი ვარ გადავრჩები. არა, ესე არ არის. რატო არ არის იცით? თუნდაც სახარებაში რომ ნახოთ, იგავი როა იქ კაცი რო იხრჩობა და ღმერთს ევედრება რომ ღმერთო დამეხმარეო და ღმერთი რას ეუბნება გახსოვთ? ხელიც გაქვს, ფეხიც გაქვს, გაანძრიე და გადარჩებიო და ამ დროს დგახართ, ხელიც გაქვთ, ფეხიც გაქვთ, რესურსიც გაქვთ, ტვინიც გაქვთ, ძალაც გაქვთ, ყველანაირი უნარი გაქვთ. მაგრამ დგახართ და ელოდებით რომ რაღაცა სასწაულებრივად შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ვიღაცა მოვა, ეს იქნება რაღაცა ღმერთი, ხსნელი თუ რაღაცა გადამრჩენელი და დაგიხსნით ამ სიტუაციიდან. არავინ არ მოვა, ჩემო ძვირფასებო, იმედი უნდა გაგიცრუოთ. ერთადერთი ვისაც აი ამ თქვენი სიტუაციიდან გამოყვანა შეუძლია თქვენ ხართ და რა უნდა გააკეთოთ? აი ეს პატარა ბავშვი უნდა გააღვიძოთ თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ნაბიჯებს რომ იწყებს, პირველ ნაბიჯებს რომ დგას, არასოდეს არ ეშინია იმის რომ წაიქცევა. იცით რატო? იმიტომ რომ არ იცის რომ წაიქცევა. თქვენ მიუხედავად იმისა რომ იცით რომ შეიძლება წაიქცეთ, აი ეს უნდა დაივიწყოთ. შიში არის ყველაზე დაბალ ვიბრაციული ენერგია და ეს დაბალ ვიბრაციული ენერგია არის ზუსტად ის დამაბრკოლებელი გარემოება, რა დროსაც ადამიანები საკუთარ ოცნებებზე ამბობენ უარს. სანამ რაღაცას დაიწყებთ, უკვე გადაფიქრებული გაქვთ, იმიტომ რომ უფეს მაინც არ გამოვა, ეხლა მე რანაირად უნდა გამომივით ეს. აი ეს ხართ თქვენ. დამწერეთ პირველი ვარიანტი. თუ გეცნობათ თქვენთან დაკავშირებული სიტუაცია და რა ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და თქვენ ყველანაირ კეთილდღეობას ქმნით თავად, ეს გახსოვდეთ. თქვენს ცხოვრებაში თუ რამე არ ხდება, ან თუ რამე ხდება, ეს ყველაფერი არის თქვენი პირადი ძალის დამსახურება. ეს ძალა თქვენ გაგაჩნიათ. ეხლა რატომღაც ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ არც ეს ძალა გინდათ რომ გქონდეთ. ვერც სინამდვილეში ამ ძალას გრძნობთ რომ გაქვთ და იმედგაცრუებას ხართ მიცემული რაღაცა შეუცნობლის იმედად დარჩენილი ხართ, აი ესე რომ ვთქვათ. ამ დროს არაფერი შეუცნობელი არ არსებობს და ყველაფერი შეცნობილი არის თქვენს ხელში. დაიმახსოვრეთ ეს პირველი ვარიანტი და იმ ოცნებებისთვის, რომელი ოცნებებიც უკვე დამარხეთ თქვენ დაუნებურად იბრძოლეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოსვლადია აქ და ახლა არსებობს ეს რეალობაში. თავარია თქვენ გინდოდეთ რომ ეს რეალობა შექმნათ. ასეთი იყო პირველი ვარიანტი, მადლობა რომ მისმინეთ, იმედი მაქვს რომ რეზონირდა და თუ რეზონირდა აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და კომენტარება, Facebook გვერდის გამოწერა გითხარით ესეც. თუ გინდათ, რა თქმა უნდა, რომ Facebook-ზე დახურული ჯგუფი შედგეს და მე იქ სხვანაირი გაშლები დაიდოს, არა როგორც ესეთი. და ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ლაბრადორიტზე. ნახოთ ლაბრადორიტი თქვენ სად ხართ? ეხლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ? 4-იანი ხმლები. პრინცესაცავით გძინავთ, ჩემო კარგებო. და აი ნახეთ ზოგადად გაშლებს როცა ვაკეთებ და საჯარო გაშლებს განსაკუთრებით ენერგეტიკულად ყოველთვის ვგრძნობ რა თემატიკა უნდა გავშალო. აი ეხლა ვინც მისმენთ, ალბათ ყველას გჭირდებათ აი ეს ერთგვარი მუჯლუგუნი ბოდიში ამ სიტყვაზე,
დადებითი გაგებით, რომ ადგეთ და გააგრძელოთ ცხოვრება, ის გააღვიძოთ თქვენში ის ჟინი ცხოვრებისეული და იბრძოლოთ საკუთარი თავისთვის უნდა იბრძოლოთ თქვენ დასასვენებლად აქ ამ რეინკარნაციაში, ამ სამყაროში არავის არ გამოუშვივართ, სამწუხაროდ ეგრეა. და ეს უნდა გააცნობიეროთ ჩემო ძვირფასებო და მიიღოთ. რა სიტუაციაში ხართ ახლა მეორე ვარიანტი და ახლა ხართ მოსვენებულ მდგომარეობაში, რო ვთქვა, რომ იტანჯებით, რო ვთქვა, რომ აი რაღაცა დეპრესიაში ხართ ან რამე ესეთში, ნამდვილად არა, მაგრამ აი ზიხართ და ელოდებით შეიძლება ითქვას, ოღონდ ეს მოლოდინი განსხვავებით პირველი ვარიანტისგან, რომელიც აი დგას და ელოდება, რომ ვიღაცა მოვა და დაიხსნის, თქვენ შემთხვევაში ესე არ არის. თქვენ შემთხვევაში უბრალოდ მოსვენებულ მდგომარეობაში აძლევთ საკუთარ თავს ყოფნის უფლებას. ეს არის და ძალებს იკრებთ, ასე რომ ვთქვათ, აი ეს ენერგია აქ მეორე ვარიანტთან. ნახოთ ახლა თქვენ როგორ ისურვებდით მეორე ვარიანტი ცხოვრებას, რა ცხოვრებას ისურვებდით საკუთარი თავისთვის. თავად თასების მეფე გვესწორა. ეგრეა ნამდვილად, ანუ თქვენ როგორ ცხოვრებას ისურვებდით და სიმშვიდეს, აი პრინციპში გახასიათებთ ეს პირველი არკანიც ეგრევე აქ. თქვენ საკუთარი თავისთვის ისურვებდით ცხოვრებას, რომელიც სავსეა დადებითი ემოციებით. ცხოვრებას, რომელშიც არსებობენ ერთგული ადამიანები და არსებობენ ადამიანები ან თუნდაც ცხოველები მათ შორის, რომელთანაც შეგიძლიათ ეს თქვენი შინაგანი შეგრძნებები გააზიაროთ. ადამიანი, რომელსაც უყვარს აი მოდუნებულ მდგომარეობაში ყოფნა არა თქო, მაგრამ აი ემოციებს მართავთ. მიყვებით დინებას, ცხოვრების დინებას და იცით, რომ ყველა აღმართს მოყვება დაღმართი, ყველა ტალღას, რომ მეორე ტალღა შეიძლება მოყვეს. და ისიც ძალიან კარგად გაქვთ გათვითცნობიერებული მეორე ვარიანტი, რომ აი ამ ტალღებს თუ აყვებით, ხო, ნაკლებად დაზიანდებით. ეს ცხოვრება მოგიყვანათ აქამდე ფაქტიურად და ეს მდგომარეობა, რაშიც ახლა იმყოფებით, ანუ რომ ისვენებთ არა სხვისი იმედით, არამედ ხვდებით, რომ ეხლა ეს მდგომარეობაა თქვენს ცხოვრებაში, ეხლა ეს უნდა დაისვენოთ რაღაცნაირად, რომ მე ცხოვრებისეულ ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. მაგრამ თქვენც როგორ ხართ იცით, თითქოს რაღაცას აი გაყურებთ კმაყოფილი მოლოდინით. ის რაღაცა, რასაც ახლა თქვენ გაყურებთ კმაყოფილი მოლოდინით, წარსულში განხორციელებული თქვენი ქმედებების შედეგი, რომელიც ახლა უბრალოდ გახართ და აკვირდებით, რომ მოგცათ ფაქტობრივად ნაყოფი იმან, რაც თქვენ გააკეთეთ, ხო? ანუ რისთვისაც იბრძოდით, რაც ჭეშმარიტად მიგაჩნდათ, დღეს ამ სიტუაციაში ხართ. და ვნახოთ, როგორ უნდა იცხოვროთ ის ცხოვრება, როგორც გინდათ, რომ საკუთარ თავს მისცეთ, ხო? ხმლების ცხრიანი მოვიდა აქ რჩევის სახით, როგორ უნდა იცხოვროთ, ძალიან ისეთია იერარქიულია აქ მეორე ვარიანტის გაშლა. ჩემო ძვირფასებო, ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეთ ხოლმე, იცით? ცოტა მეტად უნდა გააცნობიეროთ. თქვენ არ გიყვართ ტკივილის აღიარება, არ გიყვართ ტკივილის მიიღება და თითქოს როგორ ხართ იცით მეორე ვარიანტი, რომ აი ისხლიტავთ. არა უშავს, აი ესეთი პოზიცია გაქვთ, ეს ცუდი პოზიცია არ არის, მაგრამ ნახეთ, როდესაც გააცნობიერებ, რომ ერთხელ დაიჭერი, რა თქმა უნდა გადატანით იმიშობით, ორჯერ დაიჭერი, სამჯერ დაიჭერი, მაგრამ ამ დაჭრის მიუხედავად, ამ ტკივილების მიუხედავად, თქვენ მაინც მიაღწიეთ შედეგს. მაგრამ რა გაკვეთილი ვერ ისწავლეთ იცი ვერას დროს, რომ შეიძლება ისე მიაღწიო სასურველს, რომ არ დაზიანდე. აი თითქოს ყველა ეგეთი ეტაპის მერე
აძლევთ საკუთარ თავს პირობას მეორე ვარიანტი, რომ აი ხო, სხვა დროს ეგეთი სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, ესე აღარ მოვიქცევი. უფრო წინდახედული ვიქნები, უფრო ისეთი ვიქნები, რაღაც გონივრულად და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიმოქმედებ, მაგრამ ვერ აი იქ იმ სიტუაციაში რო ხდებით, დასწავლილი სცენარის მიხედვით მოქმედებთ. ანუ როგორ უნდა იცხოვროთ ის იცით, რომ აი მართლა შეირგოთ მერე ის, რასაც დააკვირდებით და რაც თქვენი ბრძოლით, ომით და ჭრილობებით მოიტანეთ? უნდა დაფიქრდეთ და ცხოვრების ყოველ ახალ გამოწვევაზე უნდა ეცადოთ, რომ ერთი და იგივე სცენარით არ იმოქმედოთ. დაუშვით ხანდახან, რომ შეიძლება რაღაცას არასწორად აკეთებ. და იმ რაღაციდან ერთი პატარა ჭანჭიკიც რო შეცვალო და სხვანაირად გააკეთო, ხო? შეიძლება სულ სხვა შედეგი დადგეს. ცადეთ ეს, რომ მერე აი ესეთ მდგომარეობაში არ იყოთ და პოსტფაქტუმ არ გიწევდეთ ანალიზის გაკეთება იმ კრახებსა თუ შედეგებზე, რასაც თქვენი ქმედებების საფუძველზე იღებთ. მეორე ვარიანტი. აქ რა მინდა რომ გითხრათ, იცით? გულს გაუფრთხილდით. ამას არ ვამბობ სამედიცინო დანიშნულების გაგებით, ვამბობ ემოციური გაგებით გულს გაუფრთხილდით. იმიტომ რომ თქვენმა გულმა იმდენი ჭრილობები განიცადა, ბოლოს შეიძლება ეს გადაგეზარდოთ მეორე ვარიანტი აბსოლუტურ უნდობლობაში ყველას მიმართ. და ეს მე არ მინდა თქვენთვის, იმიტომ რომ რაც არ უნდა რთული იყოს მართლასანდო ადამიანების მოძებნა, ხო? დამიჯერეთ, რომ კარგად თუ მოძებნით, კარგად თუ დააკვირდებით, აი იმ გამოცდილებას თუ გაითვალისწინებთ, რის გამოც უკვე ჩათვალეთ, რომ თითქოს ყველა ადამიანში არის ის მოღალატის მარცვალი, ხო? დარწმუნდებით, რომ ეს მთლად ესე არ არის. აი ეს ხედვა შეცვალეთ მეორე ვარიანტი და თქვენს ემოციებს გაუფრთხილდეთ. ნუ გადაეშვებით მთელი თავით ესე პირველივე შეხვედრაზე ემოციებში და მერე ისევ ნუ ჩაიხრჩობთ საკუთარ თავს იმ მოცემულობაში, რომ აი ესეც რიგით მე რამდენე იმედგაცრუება. და მერე ზოგიერთმა შეიძლება თავი დაიმშვიდოს აქ სხვათა შორის ალკოჰოლით ან რაიმე ესეთი გასართობის საშუალებებით, რაც გამოსავალი საერთოდ არ არის. და პირიქით, უფრო მეტ ემოციურ კრიზისში შეყავხართ. მეორე ვარიანტი, დააკვირდით თქვენს შეცდომებს ბჭყალებში ვიტყვი. შეცდომები ეს შეიძლება თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ შეცდომებია, იმიტომ რომ მაინც შედეგს მივაღწიე, ესეთი განცდა გაქვთ, მაგრამ შეცდომა იმ შედეგს თუ შეგიძლია რომ მიაღწიო მშვიდობით და ომით რო აღწევ, შეცდომა, იმიტომ რომ ომში მარტო თქვენ არ ზარალდებით, სხვა ადამიანებიც ზარალდებიან და ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა სხვათა შორის. და ვნახოთ მესამე ვარიანტი, ავანტიურინზე, რას გვეტყვის დღეს ტარო. სად ხართ ახლა ცხოვრების რა ეტაპზე ხართ, აბა? არკანი იეროფანტი. არკანი იეროფანტი. ცხოვრების იმ ეტაპზე ხართ, ჩემო ძვირფასო მესამე ვარიანტო, რომ გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი არის ღვთისნება. რაღაც დონეზე მესამე ვარიანტმა ნაკადში ცხოვრება ისწავლა. ისწავლა სამყაროს მუხთალ, ესე ვთქვათ, თუ შეიძლება ამას ესე ეწოდოს, მუხთალ გამოწვევებზე სიცილი. ისწავლეთ თქვენ აქ სარკაზმი, საკუთარი თავის მიმართაც და არა მხოლოდ. და იცით როგორ ენერგიებში ხართ ახლა, რომ აი დასცინით, ოღონდ კარგი გაგებით ვამბობ, დასცინით საკუთარ თავსაც და სხვასაც, რომ რაღაცის იმედი აქვს, ხვდებით, ანუ რაღაცას რო აგროვებენ, რაღაცას ესწრაფვიან, აი თქვენ მიხვდით თითქოს, ოღონდ ეს გაცნობიერებულად არა გაქვთ, სხვათა შორის ეხლა ხართ ამ ეტაპზე, რომ თითქოს ხვდებით, რომ აი ყველაფერი ამაოა და ჭეშმარიტება სულ სხვაგან არის.
მაგრამ ჯერ ის ჭეშმარიტება, რასაც თქვენ ამბობთ, ან შეიძლება უზიარებთ კიდევაც ხო, რომ აიცი რა ჭეშმარიტება სხვაგან არის, ჯერ თქვენ ნაპოვნი არ აგაქვთ. საქმეც ამაშია. ანუ თქვენ ხართ ეხლა ძიების პროცესში. იმას მიხვდით, ერთი რაღაც გააცნობიერეთ, რომ იქ სადაც იყავით, იქ ჭეშმარიტება არ იყო. მიხვდით, რომ ეს ჭეშმარიტება ალბათ, აი ზუსტად ეს სიტყვა მინდა, ალბათ სხვაგან არის, მაგრამ სად არის? აი ესეთ სიტუაციაში ხართ და აი ზუსტად ეს მსუბუქი ენერგიები გაქვთ ჩართული, რომ დარტყმებს, რომელსაც ცხოვრება გაყენებთ, უკვე გაცილებით მსუბუქად იღებთ, ვიდრე ამ დარტყმებს მიიღებდით სხვა დროს. ხვდებით იმას მაინც მესამე ვარიანტი, რომ ეს თქვენი დამსახურებით კი არ არის და აი კი არ ისჯებით და იმიტომ კი არ ხდება ეს რაღაცა, სხვა რაღაცისთვის ხდება. რაღაცა სხვას უნდა მიხვდეთ დღეს ამ ეგრეთ წოდებული დასჯებით და ეგრეთ წოდებული შეზღუდვებით, ხო? და უფრო სულიერ გზაზე შედექით აქ მესამე ვარიანტი. უფრო მეტად მიიწიეთ ღმერთისკენ და მაღალი ძალებისკენ. ნახოთ მესამე ვარიანტს, როგორი ცხოვრებით უნდა რომ იცხოვროს საკუთარი თავისთვის. არკანის სამყარო. ეგ არის. ზუსტად ეგ არის, რაც გითხარით. ანუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ გადახვიდეთ სამყაროს ნდობის ენერგიებში. ის გამოწვევები უკვე, რასაც ცხოვრება გაძლევთ, მადლიერებით იღებთ. იცით, რომ ეს არის იმისთვის, რომ გაიზარდოთ სულიერად, უფრო მაღალ საფეხურზე რო ახვიდეთ, უფრო მეტი კეთილდღეობა რომ მიიღოთ. აი ძალიან რთულია ხო სიტუაციები. აი სხვათა შორის აი აქ მესამე ვარიანტი შეიძლება გქონდეს ისეთი კითხვები. აი წაღა ხო გითხარით, რომ ჭეშმარიტება ალბათ სხვაგან არის. ეს გააცნობეთ, მაგრამ აი ეს ჭეშმარიტება რა არის, იმას ვერ ხვდებით. აქ გაქვთ კითხვები მესამე ვარიანტს ცოტა უცნაური. აი ღმერთის თან გჯერათ და ღმერთის არსებობასთან დაკავშირებითაც გაქვთ შეკითხვები. აი თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ეს რატო ხდება? აი მაგალითად რატო ხდება ომები? რატო კვდებიან ბავშვები? აი ეს ვერ მიხვდით, ჯერ ეს ლოგიკა ვერ აწყվეთ. მიხვდით, რომ რაღაცა მართლა არის, რა განგება მართლა არსებობს, რაღაცა, რაც აი ამ ჩვენს დედამიწაზე, აი ამ ჩვენს მატერიალურ სამყაროზე გაცილებით მაღლა დგას. მაგრამ მიზანი ამ ძალის რა არის დღეს და აქ და ახლა, აი ჯერ მაგის ამოხსნის ეტაპზე ხართ. ცხოვრება, რასაც გინდათ, ანუ რა ცხოვრებაც გინდათ, რომ იცხოვროთ, არის ზუსტად აი ეს. გინდათ, რომ ამოხსნათ ყველაფერი, გინდათ, რომ გააცნობიეროთ ყველაფერი და გინდათ, რომ აბსოლუტურ ჰარმონიაში გადაიყვანოთ საკუთარი თავი იმ გარემოსთან, იმ სამყაროსთან, არა მხოლოდ აქაურ მიწიერ, არამედ სულიერ სამყაროსთან მიმართებაშიც, რაც უკვე დაიჯერეთ, რომ არსებობს. მარტო ის, რაც ხილულია, ის არ არსებობს თქვენთვის, ეს თქვენ ძალიან კარგად მიხვდით, გააცნობიერეთ და საკუთარ თავზეც შეეხეთ არაერთხელ ამასაც ვიტყოდი და უკვე იმ ეტაპზე გინდათ, რომ გადახვიდეთ, როცა გააერთიანებთ და წაშლით საზღვრებს ხილულ და არახილულ სამყაროებს შორის მესამე ვარიანტი. ეხლა ნახოთ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ იცხოვროს ამ ცხოვრებით მესამე ვარიანტმა. რა უნდა გააკეთოს იმისათვის? და აქ გვაქვს პენტაკლების რაინდი. ვერ დაგამშვიდებთ მესამე ვარიანტი. იცით რატო? იმიტომ რომ ეს გზა, რაც თქვენ აირჩიეთ, აი წინა გაშლა იყო მგონი თუ წინის წინა არ მახსოვს, აი სულიერ გზაზე რომ დგება ადამიანი, თქო მაშინ ვამბობდი, აი ყველაზე დიდი გამოცდები ზუსტად აი ამ გზაზე ხდება. ადამიანი, რომელიც აი ხა ძალიან მოდაში ეს სიტყვა გამოღვიძება და რაღაც ესეთი პრაბუჟძიენია და ასე შემდეგ რუსულადაც, ხო? აი გამოღვიძების, მოდი ესე გამოვიყენოთ კი ბატონო, ეს თანამედროვე ტერმინი, გამოღვიძების ეტაპზე მდგომი ადამიანის ცხოვრება მარტივი არ არის. ამიტომ შეკაზმეთ ცხენი, ჩემო ძვირფასებო, გამოცდილება, რომელიც გაქვთ აქამდე, რამაც მოგიყვანათ, ეს გამოცდილება დამიჯერეთ, რომ ძალიან გამოგადგებათ
იმ გზაზე, რა გზაზედაც თქვენ მიდიხართ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ გზა გრძელია და ამ გრძელ გზაზე ბევრი რაღაცეების აკიდება სავარაუდოდ დანიშნულების წერტილამდე მისვლას გაგირთულებთ. ამიტომ რაც ძალიან გჭირდებათ, ისინი აიღეთ, თქვენს ცოდნას ვერავინ ვერ წაგართმევთ, უბრალოდ ეცადეთ, რომ ეს თქვენი ცოდნა უფრო მეტად გააღრმავოთ და უფრო მეტად მიენდოთ სამყაროს. გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს, მიმავალმა ქრისტემ ზუსტად იცოდა, რა იყო მისი ბოლო წერტილი, ხო? მაგრამ მაინც ავიდა. ეს არის ჩვენი მაგალითი, რომ ჩვენ თუ გვინდა მივიღოთ ის ცხონება, თუ გვინდა მივიღოთ ის მადლი, თუ გვინდა მივიღოთ ის ძალა, რასაც სამყაროსეული წყალობა ქვია მართლა ყველა გაგებით, ხო? რაღაცა უნდა დავთმოთ ამ ცხოვრებაში. რაღაცეებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ანუ მიხვდით თქო, მე წერან, იმიტომ არ გითხარით მესამე, მიხვდით, რომ ამაოება ის, რასაც ებღაუჭებოდით, მაგრამ ჯერ იმასაც ვერ მიხვდით, სად არის ჭეშმარიტება. აი თქვენი გზა. გზა დიდია, გზა გრძელია, ძალიან გრძელია, ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი თავგადასავლებით სავსე და მე გისურვებთ, განსაკუთრებით ყველას უსურვებ აქ სამივე ვარიანტს, მაგრამ განსაკუთრებით მესამე ვარიანტს ვუსურვებ ღვთის წყალობას და თანადგომას, იმიტომ რომ თქვენ აირჩიეთ საკმაოდ რთული გზა და გისურვებთ, რომ ბოლომდე მიყოლოდით ამ არჩეულ გზას. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, რომ იყავით ჩემთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდა ეს გაშლა თქვენს სივრცეში, იმედი მაქვს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გაცნობიერებები მაინც, თუნდაც ერთი მაინც შევძელი და შემოვიტანეთ თქვენს ცნობიერებაში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ხართ ჩემთან, ვინც მენდობით, ვინც პირად კონსულტაციებზე ეწერებით და მე რაღაც საოცრებებს წერთ ხოლმე, ხალხო, არ ვიცი, ძალიან მიკვირს, მეც მიკვირს გულწრფელად, მიკვირს ხოლმე ეს თქვენი უკავშირები და ძალიან მაბედნიერებს. უღრმესი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად. შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.